საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე სანქციის მოლოდინში მერაბ ტურავას საკითხს სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინური საქმეთა კომისია განიხილავს. საკითხი თვის ბოლოსთვის უნდა გადაწყდეს. იურისტები და სამართალმცოდნეების საქმეს პრეცედენტულს უწოდებენ. მათი ნაწილი მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ხედავს. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ კონსტიტუციური ნორმები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ მერაბ ტურავას ვადაზე ადრე შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, ის ამ გადაწყვეტილებას ვერსად გაასაჩივრებს. რა მოლოდინია მერაბ ტურავასთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით ნახეთ გენო ოსიხმაშვილის რეპორტაჟში. მერაბ ტურავას არ მოუწერია ხელი ამ რამს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში პირველად მოსამართლისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობენ. მოსამართლე მერაბ ტურავას საქმეს სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია სწავლობს. მათ მიერ დასკვნის მომზადების შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლეთა პლენუმმა უნდა მიიღოს. პლენუმსაც ასევე ევალება შეიკრიბოს და განიხილოს ეს საკითხი, განიხილოს დასკვნის, შეაფასოს და მიიღოს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება არის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, ეს გადაწყვეტილება ეგზავნება შემდგომ უკვე პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს ან უზენაეს სასამართლოს. ყველაფერი გიგი უგულავა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო. მერაბ ტურავამ მას ხელი არ მოაწერა. კანონმდებლობით კი გათვალისწინებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას 9 მოსამართლემ უნდა მოაწეროს ხელი. ეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოსამართლე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. სწორედ ამ ვალდებულების შეუსრულებლობას ედავებიან კოლეგები ტურავას. ცალსახად იქნება პრეცედენტული ხასიათის გადაწყვეტილება, ფაქიზი პროცესი არის ეს, იმიტომ რომ მომავალში ძალიან დიდ გავლენას მოახდენს მსგავს შემთხვევებზე უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თავად მერაბ ტურავამ თავდაპირველად განაცხადა, რომ გადაწყვეტილებაზე ხელი ავადმყოფობის გამო ვერ მოაწერა. მოგვიანებით კი თქვა, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერას მას შემდეგ აპირებდა, როცა გადაწყვეტილების საბოლოო ვარიანტს გაეცნობოდა. მოსამართლის თქმით, ამის საშუალება მას კოლეგებმა მისცეს. არ ვიცი მსოფლიოში ქვეყანა, კონტინენტი, სადაც მოსამართლეს რამდენიმე დღე არ მისცენ 50 გვერდიანი გადაწყვეტილების წასაკითხად. არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლის გამგეობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გიორგი პაპუაშვილის მიერ გადაწყვეტილების ასე სწრაფად გამოცხადება კითხვებს ბადებს. დიმიტრი ხაჩიძე განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ნორმის შესასრულებლად 9 თვიანი ვადა აქვს განსაზღვრული. მან კი მხოლოდ 4 თვე გამოიყენა, რაც პრაქტიკულად უპრეცედენტო შემთხვევაა. ამ საკითხს რომ აქონოდა მნიშვნელობა რა, ეს მოეწერებოდა ხელი და როდის გამოცხადდებოდა ეს გადაწყვეტილება, მაგალითად გამოცხადდებოდა 13-ში თუ 15-ში თუ 27-ში, მაშინ ეს კითხვები არ გაჩნდებოდა, ბუნებრივია. ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სარჩელებზე გადაწყვეტილების სწრაფად გამოტანას საკუთარი არგუმენტებით ხსნის ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი. უფლებამოსილების ვადაში ცდილობს, რომ ერთი მხრივ სასამართლოს შეხედულებით შექმნას პრეცედენტები, მეორე მხრივ კი მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც იწვევს საზოგადოებრივ უნებათა ღელვას. მერაბ ტურავა 20 მარტს 84 ხმით ერთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის კვოტით აირჩიეს. მისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერების შემთხვევაშიც შემცვლელს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს. საინტერესოა, რომ მომავალ წლის ზაფხულში საკონსტიტუციო სასამართლოს 9-დან 4 მოსამართლეს 10 წლიანი ვადა ამოეწურება. შემცვლელებიდან ერთს უზენაესი სასამართლო, ერთს პარლამენტი და დარჩენილ ორს კი პრეზიდენტი შეარჩევს.